1988 წლის ბოლოს მონღოლეთიდან დაუბრუნდი. კაპელათი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დაუბრუნებულიყავი კაპელაში, ესე იგი და 99 წელში, ესე იგი დაუბრუნდი კაპელაში. რა თქმა უნდა, როგორც ჩემ წასვლამდე მონღოლეთში ასევე დაბრუნების შემდეგ დავიწყე ახალგაზრდა სტუდენტების მოზიდვა. ძირითადად საგუნდო სადირიჟორო განყოფილებიდან, ესე იგი, რომ ახალგაზრდები, ხმიანები, მახსოვს 90 წლის გაზაფხულზე ცხონებულმა გივი ბოლაშვილმა, რომელიც ჩვენ კათედრაზე მუშაობდა, მითხრა, რომ პირველ კურსზე ერთი კარგი ბიჭი მყავსო და მინდა მოგასმენიო. კი ბატონო, მეთქი და მეორე დღეს მოიყვანა კლასში, ჩემთან კლასში, მოусმინე, პირველ კურსელი იყო ეს მაწვილი. მოусმინე, მშვენიერი ხმა ჰქონდა, რა თქმა უნდა, სმენა და მუსიკალობა, ლაპარაკი ზედმეტია ამაზე, არაჩვეულებრივი მონაცემები. მე ვუთხარი, ვინ ახარ, საიდან ახარ? მეო პაპუნა ღვაბერიძე ვარო, მითხრა. სასწავლებელი დავამთავრე მუსიკალურიო და ახლა პირველ კურსზე ვარო. ძალიან კარგი, დაცე ხელი მაშინვე, რა თქმა უნდა და კაპელაში ავიყვანე. საერთოდ კაპელაში სტუდენტები რომ ყავდა, ცდილობდი, რომ სიმღერის გარდა თან როგორც ხორმეისტერებს ემუშავნათ, პარტიებს ჩავაბარებდი ხოლმე პარტიებს, რომ პარტიასთან ემუშავათ ისა და ვინც თავი გამოიჩინა და ისეთი წარმატებულები იყვნენ, ვადირიჟორებდი კიდეც კაპელასთან და ასეთი იყო სწორედ პაპუნა ღვაბერიძე, რომელსაც აშკარად ეთყობოდა, რომ გამორჩეული იყო თავისი ნიჭით და მონდომებით, რაც თავარია. რამდენიმე წლის შემდეგ კონცერტებზე ვადირიჟორებდი ჩემთან ერთად კაპელასთან ძალიან წარმატებით და საერთოდ ძალიან კარგი სკოლა გაიარა. დაახლოებით 10 წელი მუშაობდა კაპელაში. დაამთავრა კონსერვატორია, შემდეგ ასპირანტურა დაამთავრა სიმფონიური საოპერო დირიჟორობის განხრით გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით და ძალიან კარგი პროფესიონალი ჩამოყალიბდა როგორც დირიჟორი და როგორც მუსიკოსი საერთოდ. არაჩვეულებრივი წარმატებით მუშაობდა საოპერო სტუდიაში, რომელშიც ძალიან ბევრი ახალი დადგმა განახორციელა და რა თავარია საქართველოს, ესე იგი, ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე აიყვანეს როგორც პერსპექტიული ნიჭიერი ახალგაზრდა დირიჟორი. მე ახლა არ ჩამოვთვლი ეს დაფიქსირებულია მან რა ნაწარმოებებზე იმუშავა, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით წარმატებული იყო ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის სპექტაკლების დირიჟორობაში. ის მხარში ამოუდგა ნინო ანანიაშვილს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ბალეტს, ესე იგი. იმიტომ რომ ბალეტის დირიჟორობა სპეციფიურია ძალიან. გარდა იმისა, რომ ადრე თითქოს ასე იყო, რომ უბრალოდ აკამპანიმენტი უნდა გაუკეთო ისა, მაგრამ პაპუნამ ახალი შეიტანა, რომ ეს ემოციური დატვირთა ორკესტრის ბალეტში ძალიან, რომ თვითონ ძალიან ისეთი ემოციური კაცი იყო და საზღვარგარეთ ქართული ბალეტის წარმატებაში მან დიდი წვლილი შეიტანა. ფაქტიურად ის დირიჟორობდა ბალეტის სპექტაკლებს და არ დამავიწყდება ინგლისში რო იყვნენ ინგლისში. ესე იგი 15 სპექტაკლი ჩაატარა მან, მაგრამ ასე იყო ბალეტი, საბალეტო და სიმიდიოდა აქედან და იქაურ ორკესტრთან ან ცეკვავდა და პაპუნა მეუბნებოდა, რომ დავდექიო, ესე იგი ამ ორკესტრთან პირდაპირ უხერხულად ვიყავიო. უბრალოდ ისე იყო, მარტო ხელი არ შეუშალო ამ ორკესტრსო. მაგრამ მერე დაწერეს, რომ
აღნიშნეს, ესე იგი პაპუნას დირიჟორო, რომ ამ დირიჟორმაო ახალი შემოიტანა ბალეტის აკამპანიმენტში, თუ შეიძლება ითქვას. ესე იგი ძალიან ემოციურად და ძალიან ახალი მუხტით, ესე იგი დირიჟორობდა ბალეტებს. ანუ შეამჩნიეს, რომ ეს უბრალოდ ის კი არ იყო თანხლება, არამედ აი ამ დრამატურგიას, მუსიკალურს ბალეტების ძალიან კარგად აგრძნობდა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ბალეტის, ესე იგი, წარმატებაში. ყოველთვის კონტაქტი ჰქონდა ერთი მეორესთან და ყოველთვის აღნიშნავდა და დიდი მადლობელი იყო ჩემი და ამას ყოველთვის ასე ვთქვათ აღნიშნავდა. 2025 წლის 30 სექტემბერს მან მომილოცა დაბადების დღე. ყოველთვის მილოცავდა და ახაც და პოსტი დადო აი ამ მოლოცვის 30 სექტემბერს. 2 ოქტომბერს დამირეკეს შუადღისას, რომ ტრაგედია მოხდაო, პაპუნამ თავი მოიკლაო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის და იმდენად შოკის მომკრელი, რომ დღემდე ვერ გამოვსვლარ და ვერ დამომიწყებია ეს ახალგაზრდა დირიჟორი. ეხლა მე უნდა მისი ისტორია მოვყვე, იმიტომ რომ მას საოცრად უცნაური და ცოტა ტრაგიკული ბიოგრაფია აქვს. გივი ბოლაშვილი სანამ მომიყვანდა, მითხრა, რომ ეს ბიჭიო, ესე იგი, ნაშვილებიაო და ეხლა მე რა თქმა უნდა არ ჩავეკითხე, ვინ არის, რა არის, ნაშვილებია რაღაცა. ვიცოდი, რომ მამა არ ყავდა. იზრდებოდა ოჯახში, სადაც 2 ქართველი ქალბატონი პედაგოგები იყვნენ და ერთ-ერთი როგორც დედა ისე ზრდიდა მას. მარტო ეს იცოდი. და ამ 7-8 წლის წინ პაპუნამ მითხრა, რომ თქვენთანო სალაპარაკო მაქვსო და შევხვდეთო. მართლა შევხვდით აქ ჩვენ უბანში, ამ უბანში ცხოვრობდა ნაზალადევში, სკვერში დავსხედით. მომიყვა ასეთი, ეხლა მე მოვყვები ამას, იმიტომ რომ მან მომიყვა და უფლება მაქვს, რომ გავაჟღერო. მითხრა, თქვენაო ჩემი ისტორია იცითო? მე უთხარი ყურ მოკვრით მეთქი, არ ვიცი მეთქი. მითხრა, მეო გივით სომაიასი და ელზა გარსევანიშვილის შვილი ვარო. ნუ ეხლა მე ორივეს ვიცნობდი. კაპელაში რომ მევიდი, გივით სომაია ქორმეისტერად მუშაობდა კაპელაში და ელზა გარსევანიშვილი, რომელსაც არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მეცო-სოპრანო, აგრეთვე მუშაობდა, მაგრამ მე რომ მივედი, უკვე აღარ იყო კაპელაში, წასული იყო. მათი უკანონო შვილი ვარო, ასე ვთქვათო. როგორ გაარკვიე მეთქი ეს ამბავი და ვინ გითხრა მეთქი. 8 წლის რო ვიყავიო, ჩემა გამზდელმაო, რომელსაც დედას ვეძახიო, ესე იგი, დამცვაო, ამოიღო წერილიო, პროცოდად ხელწერილიო, ელზა გარსევანიშვილის დაწერილი, რომელიც ესე იგი თავისინებით აშვილებდა ამ პატარა ბიჭს. რამდენიმე თვის ყოფილვარ მეო, რა თქმა უნდა ეს შემთვისო ძალიან დიდი დარტყმა იყო და შოკის მომგვრელი იყო ეს ამბავიო. აი როცა გივით სომაია და ელზა მაშინ კაპელაში მუშაობდა, ისინი მეგობრობდნენ და მეგობრობის შედეგად მათ ეყოლათ გოგო. დაიბადა გოგო. ეს გოგონა სადღაც წლინახევრისა ყოფილა, რომ მეორე შვილიც გააჩინა ელზამ უკვე ბიჭი, მაგრამ რადგანაც მას ოჯახი არ ქონდა, ქმარი არ ყავდა, მარტო ხელა დედა იყო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ორივეს ვერ მოულიდა და აი ეს პატარა ბიჭი, ჩვენი პაპუნა, ესე იგი, გააშვილა ხელწერილით, სადაც წერდა, რომ მე ჩემი ნებით ვაშვილებს და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ამ ოჯახმა ძალიან კარგი განათლება და აღზრდა მისცა პაპუნას. როგორ თვითონ მიყვებოდა ხოლმე, არაჩვეულებრივი დედა იყო ჩემთვისო. რო ვთქვი, რომ 2 ოქტომბერს ეს ტრაგედია,
ვერ გამიაზრებია რა მოხდა, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული იყო როგორც პროფესიონალი დირიჟორი. არავით არის საბაბი, მას მშვენიერი ოჯახი ჰქონდა, მგონი 3 თუ 4 შვილი ყავს, დარჩა მეუღლე. აი რა მოხდა, რამ გამოიწვია და ჩემი ვარაუდით მე ვფიქრობ ტრავმირებული იყო ბავშვობიდან, ესე იგი. იმიტომ რომ ეს მთელი ცხოვრება ალბათ გაზრდევდა ეს თავისი ბავშვობის ტრავმა და ყოველ შემთხვევაში მიზეზი არ ქონდა რომ ასეთი რამე გააკეთებინა. დღემდე ვერ გამიაზრებია რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდა. არასოდეს არც სამდურავი უთხრა, არაფერი, უბრალოდ მომიყვა ეს ისტორია. მან საკმაოდ დიდი ღვაწლი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში, საოპერო სტუდიაში და ოპერისა და ბალეტის თეატრის ცხოვრებაში და მინდა მის სულს მადლობა უთხრა და ნათელში იყოს მისი სული. ამინ.